საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია როგორც წლიურ, ასევე კვარტალურ ჭრილში. საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა წელს მესამე კვარტალში 4.293.000 ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 1.4%-იანი ზრდაა. ამავე მაჩვენებლით 12 მილიონ ტონამდეა გაზრდილი მიმდინარე წლის 9 თვეში პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა. რაც შეეხება ტვირთების გადანაწილებას, გადამუშავებული ტვირთის თითქმის 44% გენერალური სახის იყო. ფოთის პორტის მმართველ კომპანია APM ტერმინალში აცხადებენ, რომ უშუალოდ მათ მიერ მიმდინარე წლის 10 თვეში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 17%-აა გაზრდილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფიქსირდება ტვირთების კონტეინერიზაციის ზრდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა უფრო სტაბილური ხდება. ბოლო რამდენი წლის განმავლობაში ზრდა გვაქვს და საგზნობი გზა ფიქსირდება უკვე 2023 წლიდან მოყოლებული. 2025 წლის 10 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ ჩვენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იანი ზრდა არის უშუალოდ დამუშავებული კონტეინერების რაოდენობაში. აქ ჩვენ ზრდა გვაქვს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, დაწყებული პირველადი მოხმარების ტვირთები, ეს იქნება ელექტროტექნიკა, სამშენებლო მასალები და აგრეთვე ერთ-ერთი ყურადსაღები არის ის სიტუაცია, როდესაც ნახეთ ერთ-ერთი განაპირობებელი ყოველთვის იყო ხოლმე მეორადი მანქანები. ბოლო თვენახევრის განმავლობაში მანქანების რაოდენობის ოდნავ კლება არის, ეს სეზონურობით შეიძლება იხსნას და მაინც ფიქსირდება 17%-იანი ზრდა. ანუ ჩვენ, როდესაც ჩვენც დავიწყეთ ანალიზის გაკეთება, ვაკვირდებით, რომ თვითონ არსებულ ბაზარზე, როგორც საქართველოში, აგრეთვე ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში შეიმჩნევა კონტეინერიზაციის ზრდა, რაც საკმაოდ დადებითი ტენდენცია არის. იმიტომ რომ, როდესაც უკვე კონტეინერიზაციის ზრდა დაიწყება და უკვე მიიღებს გაგრძობილ ხასიათს, ეს უკვე მუდმივ ზრდას გამოიწვევს და ეს არ იქნება, თქვათ, ერთჯერადი რაღაც კრიზისების გამო, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე, თქვათ, სანქციების გამო გაზრდილი ნაკადი. გენერალურ ტვირთებში საკმაოდ საგრძნობი ზრდა გვაქვს, რაც ჩანს სტატისტიკაში, თუმცა სამწუხაროდ კლება არის თხევად ტვირთებში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტვირთები ზოგადად არის ტრანზიტული დანიშნულების და commodity ტვირთები დამოკიდებულია ბირჟებზე არსებულ ფასებიდან გამომდინარე არის მოთხოვნა მიწოდების მომენტები განსაზღვრული. თუმცა დადებითად უყურებთ იქ მკუთხით, რომ დღეს შუადერეფნის გამავალი ტვირთების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით თუ general ტვირთებზე გვაქვს საუბარი და აქ უფრო აქცენტს ვაკეთებ, ვინაიდან ჩვენ სამით ვარ დაკავებული და მეტი დამატებითი ღირებულების შექმნა ხდება ზუსტად საქართველოს დერეფნის მეშვეობით ამ პროდუქციაზე. 9 თვეში კლების ტენდენცია ფიქსირდება რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით. წელს ჯამურად იანვარ-სექტემბერში რკინიგზამ სულ 9.793.000 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წლიურად 5.8%-იანი კლებაა. უშუალოდ მესამე კვარტალში კი რკინიგზამ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მესამე კვარტალში რკინიგზის მიერ გადატანილ ტვირთებს შორის ჭარბობდა კოქსი და ნავთობპროდუქტები, რადგან მთელი ტვირთის თითქმის 38% მოდიოდა. გადამზიდავ კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ტვირთების შესანარჩუნებლად კვლავ ბევრი მიმართულებითაა ნაბიჯები გადასადგმელი, მათ შორის საჭიროა რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება. ზაფხულის შედეგებს გეტყოდით, რომ ზაფხულში საკმაოდ მწვავედი იყო ლოკომოტივების პრობლემა, შიგნით, ესე ვთქვათ, სადგურებიდან, ჩიხებიდან სადგურებამდე მიწოდების კუთხით, ძალიან დიდი დროის დანაკარგი ჰქონდა ალიატის პორტში აზერბაიჯანში, როდესაც საქართველოს უმუშავდით ვაგონებს და იქ დაახლოებით 2-3 კვირიანი დანაკარგი ჰქონდა დროის თვალსაზრისით და ასევე, ანუ ვიწრო არტერიები გვაქვს, ასე თუ ისე ფოთი მუშაობს და ფოთის რკინიგზა, ფოთის ესე ვთქვათ, სადგური გამტანუნარიანობით გამოირჩევა სხვა პორტებთან თუ შევადარებთ, ასევე ხორგოსი, ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარი დაუშვათ ზაფხულში იქიდან გამომდინარე რომ პიკური სეზონი იყო, ასევე გადაიჭედა და ეს ჯამურად გვიქმნის პრობლემებს. აქ სწრაფი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თუ არ მოხდა, ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება, ახალი სერვისების მოფიქრება და ისევ დაუშვათ აქცენტის გაკეთება გენერალურ ტვირთებზე, სამწუხაროდ საგრძნობი ესე ვთქვათ, ნახტომი არ იქნება უახლოეს პერიოდში, ჩემი პირადი მოსაზრება და აქ უკვე რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს რა კუთხით შეუძლია ეფექტურობის გაზრდა, ბიზნესთან მეტი ალბათ კომუნიკაცია. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად მზარდი კონკურენციისა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა, ანუ შუა დერეფანი, რომლის ნაწილიც საქართველოსაა მიმზიდველობას ინარჩუნებს. თუმცა კომპანიებში ამბობენ, რომ გამოწვევად რჩება მათ შორის დერეფნის მონაწილე ქვეყნებში პორტების გამტარუნარიანობა, რაც საბოლოოდ გადაზიდვის დროს ზრდის.
ცენტრალური აზიის მიმართულებით ოპერირებთ და შესაბამისად ეს ტრანზიტული ტვირთები აქტიურად თუ გვაქვს, ნუ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს ნაკადები არ შეჩერებულა, აქტიურად მიედინება, უბრალოდ გარკვეული შეფერხებები არის. საბედნიეროდ საქართველოს საბაჟო ტერმინალებში და ჩვენ კონტროლებად ამ რგოლში პრობლემები ნაკლებად შეინიშნება, უფრო ეს ხარვეზები დაკავშირებული არის აზერბაიჯანის საბაჟო და გამშვებ პუნქტებთან. ვერ ახდენენ სამწუხაროდ დროულად და ეფექტურად ალიათის სპორტი კონკრეტულად ამ ტვირთების გამტარუნარიანობას სწრაფად ვერ ამუშავებენ, შესაბამისად ვადების გაზრდა ამ კუთხით შეინიშნება. საერთო ჯამში მოთხოვნადი არის ეს ტრანზიტული გზა, რომელსაც ჩვენ უკვე ეს ბოლო წლებია განსაკუთრებით ვიყენებთ. რაც შეეხება სატვირთო ავიაციის მონაცემებს, 9 თვეში ავიაციის სექტორის მიერ გადაზიდული ტვირთის და ფოსტის ნაკადმა 26,3 ტონა შეადგინა, რაც წლიურად ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ავიაგადაზიდვების ზრდა, მათ შორის გააქტიურებულ ელექტრონულ კომერციას და ამანათების მზარდ მაჩვენებლებს უკავშირდება.